გაგრძელდა იპოდრომზე მიხეილ სააკაშვილს დე-ფაქტო პრეზიდენტი უწოდეს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა იპოდრომზე შეკრება დღის პირველი საათიდან დაიწყეს. მიტინგის დაწყებამდე ბოლო დეტალებს ეროვნული საბჭოს წევრები ათანხმებდნენ. სადაც ცუდად ისმის, ხელით გვანიშნეთ, რა ცუდად სადაც ისმის. ისმის არა მთელ ამ პერიმეტრში. ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ გამოსვლები აქციაზე დანიშნულ დროზე 1 საათით გვიან დაიწყო. პირველი მიკროფონთან მიტინგის წამყვანი გია თორთლაძე მივიდა. სიტყვით შეკრებილებს ლევან გაჩეჩილაძემაც მიმართა. ჩვენ არანაირი მოლაპარაკება არ გვჭირდება. აგერ დგას ქართველი ხალხი და ამ ქვეყანაში ამ ქართველი ხალხის ხატრით და ამ ქართველი ხალხის გულის და სილამაზის ხატრით უნდა მოვიდეს სამართლიანობა, სამართლიანი არჩევნები და თავისუფალი მედია. თუ ეს არ იქნება არანაირი არჩევნები და ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ საერთო სახალხო მოძრაობას გადავარქვათ ერთჩენიერ დღეს საერთო სახალხო აჯანყება. ჩვენი დევიზი იყო არ გვეშინია. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენა გვაქვს დღეს დევიზი არ გავჩერდებით, არ შევეგუებით, უკან არ დავიხევთ. ბრძოლა ბოლომდე. რუსთაველზე ერთი ვიღაცა დე-ფაქტო პრეზიდენტი რაღაცა დე-ფაქტო ინაუგურაციას ატარებდა. სადაც გულაპარაკებოდა რაღაცა დიალოგზე ოპოზიციასთან თურმე საზოგადოება რომ ახლა არსებობს ამ ქვეყანაში ის დიდი ხანია დავიწყებული აქვს. არიციან რომ ოპოზიციასთან კი არ უნდა ჩაატარო დიალოგი, შენ ხალხს უნდა დაელაპარაკო. იპოდრომზე შეკრებილი ხალხი კი აქცენტს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებდა. გაჩეჩილაძის მომხრეები ლიდერს ახალი სტრატეგიის შემუშავებას ურჩევენ. საპარლამენტო არჩევნებზე მომემზადებით როგორც ესე და რიგი ისე. როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე მომემზადებოდი. უკეთესად მომემზადებით, ავითვალისწინებთ იმ შეცდომებს, რაც შეცდომებიც იყო დაშვებული. საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიცია უნდა სერიოზულად მოემზადოს და უპირველეს ყოვლისა უნდა გადაწყდეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ განსაკუთრებით ეს ეხება კომისიების დაკომპლექტებას, რათა გამოირიცხოს ის გაყალბებები, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. და ხალხი მართლაც და დარწმუნდეს, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და ვისაც ხალხი აირჩევს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა უნდა მივიღოთ ის ხელისუფლება. მოგვიანებით ტრიბუნაზე ეროვნული საბჭოს წევრები ახლებმა, ლეიბორისტებმა და ბადრი ბატარკაციშვილის შტაბის წევრებმა შეცვალეს. სააკაშვილი მიმეორებ არის არალეგიტიმური პრეზიდენტი, იმიტომ რომ გაყალბებით მოვიდა სათავეში. იმიტომ ამდენი ხალხი მოსული აქვს და იმიტომ ვარ მე ამ ხალხის გვერდში. მიხეილ სააკაშვილმა ხელი გაუწოდოს თავის ნაცმოძრაობას. ჩვენ მისგან გამოწვილი ხელი არ გვჭირდება. მან გაწვდილ ხელს უპასუხა ხელკეტებით, უპასუხა გაზის იარაღით, ამიტომ ჩვენ მისი გამოწვილი ხელი არ გვჭირდება. მომიტინგებს დროდადრო გამომსვლელები ლექსებით და სიმღერებითაც ამხნევებდნენ. კაცისთვის უსინდისოსთვის ღმერთი საერთოდ არ არის. სინდისი არის იესო, სინდისი არის უფალი. გაუღე კარი ხმას ხდისას, რომ იყო თავისუფალი. აქციის მონაწილეებს საფრანგეთიდან ირაკლი ოქრუაშვილის დანაბარებიც გააცნეს. ვისაც ათმოქცეთ პარიზის ციხეში მოშიშილე ირაკლი ოქრუაშვილის გაცხადება და მიმართვა. ის არის ყველთან ერთად. ის შიმშილობს და ითხოვს მეორე წელს. ესენ უკვე მე-11 დღე. არამის არის გარიგება და მოლაპარაკება ამ ხელისუფლებასთან. მიტინგი 2 საათი გაგრძელდა. დაგეგმილი მსვლელობა სააკაძის ძეგლამდე გადაიდო. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ ლევან გაჩეჩილაძე მოუწოდა. მე მაინც უნდა გთხოვოთ, რომ დავიშალოთ ძალიან მშვიდობიანად, იმიტომ რომ საქართველოს უპირველეს ყოვლისა